ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. დავით უსუფაშვილმა, თედო ჯაფარიძემ და ირაკლი ჩირქოვანმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილეებთან, მარი იავანოვიჩთან, ერიკ რუბინთან და თომას მელიასთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიზაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები. ამერიკული მხარე კმაყოფილია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და მისი გუნდის პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო. შტატები მხარს უჭერს კონსტიტუციურ რეფორმებს და ასევე აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. გარდა ამისა, ამერიკული მხარე მადლიერებას გამოხატავს ავღანეთში საქართველოს წვლილისთვის ISAF-ის ოპერაციებში. ქართული დელეგაცია სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. დავასრულეთ პირველი რაუნდი შეხვედრების სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოში ურთიერთობების შეიცვლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით. განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის დემოკრატიზაციის საკითხები. მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ დავით უსუფაშვილის ვიზიტს ვაშინგტონში. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მე ასევე ვუთხარი ბატონ უსუფაშვილს, რომ ჩვენ ვაფასებთ ახლად არჩეულ ხელისუფლებას და მის გუნდს პარლამენტში. ვიცით, რომ ბოლო თვეები გარკვეულ გამოწვევებსა და სირთულეებს მოიცავდა, ამ მხრივ აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ოპოზიციასთან. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო რეფორმებს, რომელიც სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა.